აუ ნერვიულობ. დედაჩემს ეჭვებოდი ხოლმე, რომ ბავშვობას მართვემო რა. დიდი პატივია, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფეხბურთელს მანდარებ. ძალიან აქტიურად მიდიოდა ეხა ამ პერიოდში არსენალზე საუბარი. შემოვიდნენ ექიმები, მე რა თქმა უნდა თამაშის გაგრძელება მინდოდა. არ ჯეროდა რაც მოხდა. აუ წყალი. 3, 2, 1 დავიწყეთ. როგორ ხარ პირველ რიგში ვარჯიშიდან მოდიხარ და დაღლილი ხوار ხარ? არა, კარგად ვარ, მადლობა მოწვევისთვის. მზად ხარ წელი ინტერვიუსთვის? კი. კაი. მოდი ყველაფერი დავიწყოთ ბავშვობიდან, სუთავიდან. გითხარი, როგორი ბავშვი იყავი და ვიდრე ფეხბურთელი იქნებოდი, აი რა გახსოვს შენი მეხსიერებიდან ვინ იყავი? ბავშვობიდან ფეხბურთი მიყვარდა ყველაზე მეტად. 4 წლის ვიყავი, დედაჩემმა შემიყვანა და ფეხბურთს მიყვარდა მთელი ცხოვრება. ანუ შენი წარმოსახვა ეგრევე ფეხბურთიდან იწყება ბავშვობის. კი. აი ბავშვობაზე რო გეფიქრება, რა არის ის რაც პირველი გახსენდება? ანუ შეიძლება ეზო, ბურთი, აი პირველი ეგ ემოციები ფეხბურთზე რო შეხვედი. პირველი მახსენდება ბავშვები, ვისთანაც გავიზარდე, თამაშობდი რა თქმა უნდა. ვისთანაც დრო გავატარე. ძალიან აქტიური ვიყავი კი. ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ დედაჩემმა შემიყვანა ფეხბურთზე. ვერ მაჩერებდნენ სახლში ასე ვთქვა და სადღაცო ენერგია დამეხარჯა. ერთხელ სოფელში ვიყავი და ფანჯარა გავტეხე სუსტად. და სხვათა შორის სოფელში ცეცხლით წავკიდე პარტეს. შემთხვევით ეგ. ცელკი ბავშვი იყავი ესე იგი. როგორი იყო ის ბავშვი, რომელმაც დღევანდელი ანდრია ბართიშვილი შექმნა? მიზანდასახული ვიყავი, პატარაობიდან სულ მინდოდა დიდი ფეხბურთის თამაში. თავიდანვე მიყვარდა ფეხბურთი და ჩემი დიდი ოცნება რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშოს. შენ მეხსიერებაში, აი როდის არის ის დღე, როცა მიხვდი რომ ფეხბურთი უბრალოდ თამაში აღარ იყო და იფიქრე რომ აი ეს უკვე ჩემი განუყოფელი ნაწილი, ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. როდესაც პირველი პროფესიონალურ გუნდში ვიყავი ფოთში წინა წელს, მაქედან დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა, მაგ დროს ბევრ რაღაცაზე დავიწყე ფიქრი, რა თქმა უნდა, სპორტის მხრივ. რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში ჯერ და მერე კარიერაში შენ მშობლებს? ჩემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი აქვს. ძალიან რთულ მომენტებში გვერდით მედგნენ სულ და ცხოვრებაში კიდე, რა თქმა უნდა, მშობლები არიან. ორივე ძალიან კარიერაში ყველა ფეხბურთელს აქვს ისეთი მომენტი, როდესაც რთული პერიოდი აქვს ფეხბურთის მხრივ და სულ გვერდში მედგნენ და სულ მარიგებდნენ, რომ ეს ესეა, ის ისეა. დარწმუნებული ვარ, რომ შენ თანატოლებთან შედარებით ძალიან განსხვავებული ბავშვობა გქონდა. ხო და შენი აზრით ახლა აი ამ ფეხბურთმა მაგალითად კი ძალიან ბევრი რაღაც მოგცა, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რაც წაგართვა კიდეც ბავშვობის პერიოდი ალბათ უფრო მეტად. რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ ბავშვობაში მახსოვს დედაჩემს ეჭვებოდი ხოლმე, რომ ბავშვობას მართვემო რა, რაღაც დაჭერბამ სამუშაობდით ხოლმე 1000 რაღაცას და დედაჩემი სულ მეუბნებოდა სტადიონზე შედი ვარჯიშეო რა. 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20. ეხლა მაგას რო ვიხსენებ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში დედაჩემს, რომ მასე მეუბნებოდა. ძალიან ყოფითი რაღაცები თუ ყოფილა, მაგალითად, არ ვიცი, მაგალითად ბავშვობაში კლასელის დაბადების დღეები, რაც გამოგიტოვებია, იმიტომ რომ ვარჯიშზე ყოფილხარ მაგ დროს. ვარჯიში თუ მქონდა, რა თქმა უნდა, ვერ მივდიოდი, ვერ ვაცნედი ვარჯიშს და ავიღამით არც ყოფილა ეხლა რა, ის დაბადების დღე რო წავსულიყავი ბავშვობაში და ეხლა ცოტა თავს ვიკავებ მაქსიმალურად, რომ რეჟიმში ვიყავ. მინდოდა ძალიან რა თქმა უნდა წასვლაც გართობაც, მაგრამ მანდაც დიდი წვლილი შეიტანეს დედაჩემმა და მამაჩემმა. ჩემთვის ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ იმის პარალელურად, რომ აქტიურ ფეხბურთს თამაშობ, სკოლის მოსწავლეც ხარ. ხო და აი ეგ ორი ცხოვრება ერთმანეთს როგორ ერწყმის? ჩემი აზრით, რომელიღაც უნდა დაუთმო უფრო დიდი დრო, რომ გამოგივი ჩემი ცხოვრების მიზანი კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ იყო ფეხბურთი და უფრო დიდ დროს ვუძღვნდი ფეხბურთს, რა თქმა უნდა და სკოლაც ხელს მიწყობდა მაქსიმალურად.
დღეს გრჩება დრო იმისთვის, რომ აი რა ვარჯიშების თამაშების პარალელურად შენ სამეგობროს რო დაუთმო მაგალითად. ძალიან იშვიათად რომ ვარჯიშის დღეს გავიდე ჩემი მეგობრების სანახავად, უფრო თამაშის მეორე დღეს გავდივარ ხოლმე რა. რა თქმა უნდა, ეხლა ისეთი მომენტია, ლიგის საკვალიფიკაციო გვაქვს სათამაშო და რა თქმა უნდა, დასვენებას უთმობ თითქმის რა თლიან დროს. სულ ცოტა ხნის წინ იყო ის პერიოდი, როცა ნაკრებში გამოგიძახეს, ხო? პირველად. აი, ეგ ემოციები რო გაიხსენო თუ შეგიძლია და ვინ იყო ის პირველი ადამიანი, რომელსაც გაუზიარე ეგ ინფორმაცია? განაცხადი რომ დაიდო ნაკრების მანდ ვნახე მეც პირველად და რა თქმა უნდა, ემოციები და პასუხისმგებლობა ერთად მომაწვა. ჩემ მშობლებსაც გაუზიარე, ჩემ დას და ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, რომ ასაკობრივ 21 ასაკობრივ ნაკრებში მე თამაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნაბიჯი ჩემ ცხოვრებაში. სტადიონზე რომ შევედი, ჩემი პირველი თამაში იყო ნაკრებში, მაშინ მალტაში ვიყავით და რო დავიწყეთ ჰიმნი, ჟუანტელი მივლიდა რაღაცნაირად, ძალიან სიამოვნებდა რა ნაკრებში ჩემ ქვეყანას, რომ ჩემი ქვეყანა რომ უნდა მისახელებინა და რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი мотиваცია ნაკრებში თამაში, მით უმეტეს პირველი გამოძახება. ევროპის საკვალიფიკაციო რო იყო, რომ გავედით სტადიონზე ვიყავი და რა ვიცი. ამჯეროდა რაც მოხდა, საბერძნეთთან პენებში რო გავედით და ევროპაზე რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის და ძალიან დიდი мотиваცია იყო მარტო ჩემთვის, ვინც კი ფეხბურთს თამაშობს ჩემი აზრით, ყველასთვის რომ გავიდნენ, კაი გუნდში ითამაშონ და დატოვონ თავის სახელი. სხვა შორის შენზე რისერჩს რო ვაკეთებდი, არიან რაღაც კონკრეტული ფეხბურთელები, რომელსაც გადარებენ. ეხლა თამაშის სტილზე გამახსენდა და ერთი 4-5 სტატია შემხვდა, უცხოელები, სხვათა შორის, რომლებიც წერენ, რომ ძალიან გავსო ბართიშვილის თამაშის სტილი, ხბიჭა კვარაცხელია სტილსო. რა თქმა უნდა, კვარაცხელია ერთ-ერთი ფეხბურთელია, ვისგანაც თამაშის რაღაცას ვიღებ. სტილით განსხვავდები ჩემი აზრით კვარაცხელიასგან, მაგრამ დიდი პატივია, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფეხბურთელს მანდარებ. უახლოესი პერიოდის ოცნება, ალბათ რომ მიზანი უნდა დავარქვათ. რა არის? რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არის დიდ გრანდში გადასვლა მან თამაში, მაგრამ დღესდღეობით ჩემპიონთა ლიგის თამაშებია და მაქსიმალურად მაგაზე ვარ კონცენტრირებული. ვითხარი იბერიაზეც, როგორ დაგხვდნენ მაგალითად თავის დროზე და ასე თუ ისე შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ ლიგაში ძალიან წარმატებული გუნდი არის, ხო? უკვე მე რამდენად ხო, კი, 2 წელია ზედიზედ ჩემპიონები არიან. ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი განწყობა გუნდში. რავი, დახვედრას რაც შეეხება, არ ვიცნობდი არავის და ერთი კვირაც არ დამჭირდა, რომ ყველასთან ძალიან კარგად ყოფილიყავ. ყველას უნდა ქონდეს პასუხისმგებლობა გუნდში, რომ ჩვენ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა მართლა, რომ ეხლა ეს ეტაპი გადავლახოთ, რა თქმა უნდა, ლიგაზე თამაშიც. ყველაფერს გავაკეთებ მე, რაც შემიძლია, რომ გავიდეთ. მნიშვნელოვანი თამაშების დროს რა როლი აქვს გულშემატკივარს, იმიტომ რომ ხშირად ამობენ ხოლმე, რომ სტადიონზე მე-12 ფეხბურთელი შეიძლება რომ იყოს, ხო? იბერია, არ ვიცი, მაგას შენც შეაფასებ ალბათ ეროვნულ გუნდებს შორის ალბათ გამოირჩევა ყველაზე აქტიური გულშემატკივრობით, იმიტომ რომ სტადიონზეც ეხლა მით უმეტეს თუ მეთანხმები ეგეც მითხარე, იმატა გულშემატკივრის რიცხვმა. ხო, შენთვის რა როლი აქვს სტადიონზე მით უმეტეს ეგეთი მნიშვნელოვანი თამაშების წინ გულშემატკივარს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეხლა გასვლით თამაშზეც იბერია მაქსიმალურს აკეთებს, რომ წაიყვანოს თავისი ხალხი. რა თქმა უნდა, დიდი პლუსი და мотиваციაა ფეხბურთელისთვის, როცა სტადიონზე გულშემატკივრობენ. შეიძლება ისე ითქვას, რომ კი მე-12 ფეხბურთელიც არის. საქართველოს ჩემპიონატში თუ ხედავ მაგ პოტენციალს, რომ სტადიონები გულშემატკივრით აივსოს და ფეხბურთის ხარისხმაც იმატოს. რა თქმა უნდა, ქართულ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ძალიან დიდი სურვილია ჩემი მხრიდანაც ქართული გულშემატკივრებმა იარონ ეროვნული ლიგის თამაშზეც. ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი мотиваცია იქნება.
ყველასთვის ჩემი აზრით. წარმოვიდგინეთ, რომ დასრულებული არის ეგ დღე, იმ შედეგით დამთავრდა, რა შედეგიც გვინდა ყველას, რომ მოვიგეთ. აი, რას აკეთებ მაგალითად, აი, ანუ ეგეთი თამაშების მერე გამარჯვების დროს რა არის შენი ფიქრები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ეგეთ დროს ორად იყოფა ხოლმე. ერთი არის, რომ აი, დამთავრდა და всё მორჩა, მაგრამ მეორე არის, რომ ეგ კიდე უფრო მეტი პასუხისგებლობა არის, ხო? იმიტომ რომ ადამიანს გულშემატკივარს მოლოდინი შეუქმენი, გაუმართლე და ეხლა აუცილებლად კიდე ორმაგი გაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ შემდეგ თამაშზე კიდე უფრო აქტიურად დახვდე. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები შედეგით. ჩვენ სასიკეთოთ, მაგრამ 14-ში კიდე გვაქვს ჩვენ თამაში საპასუხო თბილისში და რა თქმა უნდა, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან რთულია წაგებული თამაშის მე რაღაცაზე ფიქრი, მარტო თამაშზე გეფიქრება, მაგრამ რა თქმა უნდა გადალახო ეგ ეტაპიც და ჩემი აზრით სულ წინ უნდა ისწრაფოდე რა. დღეს დღეობით ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის უკვე ანდრია ბართიშვილი, ხო? აი, არ ვიცი, შენი თავი მაგალითად თუ დაგისერჩავს Google-ში. რომ ჩაწეროთ ძალიან ბევრი სტატია ვარდება, ბართიშვილი ტალანტი საქართველოდან, ბართიშვილი მომავალი კვარაცხელია. ეგეთ შეფასებებზე როგორ რეაგირებ? რა თქმა უნდა მიხარია მსგავსი სტატიები რო იწერება, მაგრამ ჯერ მეც ბევრი მოქვს გასაკეთებელი, რომ ის ფეხბურთი ვითამაშო, რაც ქართულ ხალხს უნდა და რა თქმა უნდა მეც მინდა. რა კითხვების დაგისვი? მაინც ყველაფერზე, ანუ ყველაფერს ფეხბურთთან აკავშირებ. ხო და ფეხბურთის მიღმა ვინ არის ანდრია ბართიშვილი? როცა არც ვარჯიშია, არც თამაში გაქვს. არავინ განსაკუთრებული ერთეულები მეგობრული ადამიანი ვარ. ფეხბურთის მიღმა დიდი არაფრის თქმა არ შემიძლია. რა არის ის, რისთვისაც იბრძვი ახლა დღეს? რა არის ის, რისთვისაც ვარჯიშობ ესე აქტიურად? დიდი ფეხბურთის თამაში და ოქროს ბურთი რა თქმა უნდა. პირველი გამოცდილება იქნება შენთვის ამ ხელა მასშტაბის ჩემპიონატზე თამაში, სტადიონზე ფეხის შეხება თუნდაც, ხო? ეგ რეალობა თუ არის ის, რასაც ბავშვობაში გიფიქრია და გიოცნებია? რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა წინა წელსაც ფოჩიო თამაშობდი და უყურებდი იბერია როგორ თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ეტაპს და ეხლაც ჩემი დიდი სურვილია, რომ ჯგუფში შევიდეთ. თამაში როცა სრულდება, არის ვინმე ერთი განსაკუთრებული ადამიანი, რომლის შეფასებასაც უელოდები მაგალითად? რა თქმა უნდა, ყავს ჩემი მშობლები. როცა თამაში არის და ძირითად შემადგენლობაში არ გიწევს დაწყება, მაგ დროს თუ გაქვს ხოლმე ბრაზი, შეიძლება საკუთარ თავთანაც გქონდეს ბრაზი, რომ ესე იგი რაღაც ისე ვერ ვქენი, რომ მწვრთნელისთვის დამემტკიცებინა, რომ თავიდანვე მიმსახურებ თამაშს. ჩვეულებრივი ამბავია, როცა სასტარტო შემადგენლობიდან არ იწყებ თამაშს, არის თამაშები, სადაც სხვა შეხედულება აქვს ძნელს სხვადასხვა ფეხბურთელებზე და სხვა ფეხბურთელებს იყენებს, რა თქმა უნდა. სასტარტოში, ჩემთვის რა თქმა უნდა ცოტა ჩასაფიქრებელია, იმიტომ რომ მიზნები მაქვს და თამაში მინდა. და რავი, რა თქმა უნდა გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე, მაგრამ თამაშის მერე მაქსიმალურ ვცდილობ კიდევ რომ შემდეგ თამაშზე დავუმკვიდრო სასტარტოში ადგილი. ეგეთი შემთხვევა გქონია, რომ პირობითად არ ვიცი, სრული თამაში გითამაშია, აი ბოლოს უკვე ხვდები, რომ ენერგია აღარ გყოფნის, მაგრამ საკუთარ თავში პოულობ რაღაც ძალას, რომ გააგრძელო, არ დანებდე. წინა თამაშზე იყო ეგეთი მომენტი, როცა ფეხი გამეჭიმა ერთ მომენტში და შემოვიდნენ ექიმები, მე რა თქმა უნდა თამაშის გაგრძელება მინდოდა. კიდევ ერთხელ ჩემი პირველი ტიტული იყო და ყველაფრის გაკეთება მინდოდა რომ მოგვიგო. და დაუჩი 5 თუ 10 წუთი დავჩი სადღაც 5-10 წუთი და ასისტიც გავაკეთე. ექიმებს უთხარი კიდევაც რომ მეთქი ამი გამოხურებელი ნაწამალი არ არის, რომ ცოტა ხანი დავჩი კიდე სტადიონზე თქო რა. ასისტი რო გავაკეთე, მე აღარ მინდოდა გასვლა. მიგონა რომ კარგად წავიდოდა ყველაფერი, მაგრამ არა უშავს, ხდება ფეხბურთია. არსებობს რომელიმე კონკრეტული კლუბი, რომლის ბავშვობიდან გულშემატკივარიც ხარ მაგალითად და წარმოგიდგენია შენი თავი იმ კი, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ბარსელონაში თამაში და ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება.
არ ვიცი ამაზე ლაპარაკის უფლება გვაქვს თუ არა, მაგრამ მე მაინც კითხავ თუ არ გვაქვს, მითხარი რომ არ გვაქვს და ჩავხსნოთ ეს თემა. ძალიან აქტიურად მიდიოდა ეხა ამ პერიოდში არსენალზე საუბარი. რა ხდება მაგ კუთხით და თუ არის რამე ისეთი, რაც შეიძლება რომ გულშემატკივარმა გაიგოს ამ ინტერვიუთი. რა თქმა უნდა, მე მაგასთან დაკავშირებით არაფერ შუაში არ ვარ. არიან კლუბები დაინტერესებულები და მაგაზე მუშაობენ ჯურნალები სააგენტო. რომლებსაც ჩემგან 100%-იანი ნდობა აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მინდა რომ დაგისვა და მინდა რომ ძალიან კარგად იფიქრო და ისე მიპასუხო. იმიტომ რომ არ მინდა რომ რამე გამოტოვო. წარმოიდგინე, რომ 20-25 წლის მერეც მე და შენ კამერების წინ ვხედავთ და შენ კარიერაზე ვლაპარაკობთ. რა უნდა მოხდეს ამ 25 წელში ისეთი, რომ ძალიან თავდაჯერებულმა მიპასუხო, რომ კი, ზუსტად ესეთი კარიერა მინდოდა. ოქროს ბურთი ყველაზე დიდი ჯილდოა შეიძლება ფეხბურთელმა მიიღოს და ჩემპიონთა ლიგა ბარსასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გაქვს ჩაფიქრებული. იმიტომ რომ როდესაც გიყურებ, მართლა ფეხბურთის ცხოვრობ და გამორიცხულია, რომ სხვა სცენარით წავიდეს შენი ცხოვრება. გინდა რომ სხვანაირს გიცნობ და ეს თუ შენთვის საკმარისი არის ისეთ როგორცაც ახლა გიცნობს ხალხი. ხო გამიცნო მე როგორ იცვა ბოლოს და ბოლოს 30 წლის 25 წლის მე რო ჩავწესკანე მიხვდები. მორჩა ხო? არა? ძალიან დიდი მადლობა.